ოდეს მე გამქრალე თქვენი ვიდები ჩესდიდან? დაგინახავთ ვიღაც თვალის კუთხეში და როცა გაიხედეთ არაფერი არ ყოფილა? ქონიათ უცნაური გრძნობა თითქოს ვიღაცა გიყურებთ თქვენ სამყაროში? მაშინ დიდი ალბათობით ეს იყო ჰერობრაინი. გამარჯობათ, დღეს მოგიყვებით ჰერობრაინის ნამდვილ ისტორიას. ტრაგედია, რომელმაც მაინკრაფტი შეცვალა სამუდამოდ და დაწყევლა მილიონობით მაინკრაფტის სამყარო. ეს არის ნამდვილი ისტორია ჰერობრაინის. უფრო ბევრი ნამდვილი ისტორიების ვიდეოები გნებავთ, გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი რაზე გინდათ რომ გადავიღო. და მოდი დავიწყოთ ვიდეო. ჰერობრაინი ეს არის არსება, რომელიც წლები აატეროებს მილიონობით მაინკრაფტის მოთამაშეებს. მაგრამ ვინ არის? ჩვენ რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, უნდა დავუბრუნდეთ უკან დროში. 2010 ეს იყო წელი, როცა ეს ფოტო დაიდო ინტერნეტზე. ჩვენ ვხედავთ მაინკრაფტის სამყაროს, სადაც ნისში დგას არსება თეთრი თვალებით. ეს იყო პირველი გადაღებული ფოტო ჰერობრაინის. ამ მომენტის შემდეგ ასობით ადამიანს მოვიდა იგივე შემთხვევა. ხეები ფოთლების გარეშე, გათხრილი გვირაბები, ქვიშის პირამიდები, რომელიც არსაიდან ჩდებოდა, რაც დრო გადიოდა ჰერობრაინს უფრო ბევრი და ბევრი ხალხი ხედავდა. და ყველას ქონდა ზუსტად იგივე კითხვა. ვინ არის ჰერობრაინი? მაგის პასუხი შეიძლება იმაზე მარტივი იყოს, ვიდრე გგონიათ. როცა შეეკითხეს მაინკრაფტის შემქმნელს ნოჩ თუ ნამდვილი იყო ჰერობრაინი, მან თქვა, რომ ის არასდროს დაუმატებია თამაშში. მაგრამ ეს როგორ არის შესაძლებელი? ათასობით ხალხს ყავდა დანახული ჰერობრაინი, მილიონობით ფოტოები და ვიდეოები და ყველანაირი დამტკიცება, რომ ნამდვილად არსებობს. როგორ იყო შესაძლებელი, რომ არსება, რომელიც მაინკრაფტში არასდროს არ ყოფილა დამატებული, ატერორებს ხალხს თავიანთ სამყაროში? მხოლოდ ერთი პასუხია: ნოჩის, მაინკრაფტის შემქმნელის ძმა. ეს რომ მივხვდეთ, უნდა დავუბრუნდეთ 2011-ში. მას ყავდა ძმა, რომელიც გარდაიცვალა და მას ერქვა ჰერობრაინი? ისინი ერთად აკეთებდნენ მაინკრაფტს, მაგითი ოცნება იყო, რომ ცნობილი თამაში შეექმნათ. მაგრამ ერთ დღეს მისი ძმა გარდაიცვალა გაუგებარი მიზეზების გამო და დატოვა სიბნელე ნოჩის სამყაროში. ეს იყო ყველა საშინელება, რაც ოდესმე ცხოვრებაში მოსვლიან ნოჩს. ის და მისი ძმა ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ნოჩს საკმარისი ჰქონდა, მას უნდოდა დანებება ყველაფერზე. მაგრამ ის დაფიქრდა თავის ძმაზე და რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ თავიანთი ოცნება აესრულებინა თავის ძმის სახელზე და მან განაგრძო მაინკრაფტის შექმნა თავისი ძმისთვის. და ამავე დროს მან შექმნა სტივი, მაინკრაფტის მთავარი პერსონაჟი, რომელიც დაამსგავსა თავის გარდაცვლის ძმას, რომ პატივი ეცა მისთვის. რომ ყველას სამუდამოდ დამახსოვრებოდა თავისი ძმა, მაგრამ მან ის არ იცოდა, რომ ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა. როდესაც ნოჩმა დაინახა ჰერობრაინის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტზე, მან შეამოწმა მთელი თამაშის ფაილები, კოდი, მაგრამ ჰერობრაინი არსად იყო. მას არასდროს არ დაუმატებია ის თამაშში და მან თქვა, ეს შეიძლება, რომ ჩემი გარდაცვლილი ძმის სული იყოს? ზოგადად, ჰერობრაინს ფოტოებში აფიქსირებდნენ, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჰერობრაინი დაფიქსირდა ვიდეოზე. He is him. Corpse finding. Oh my Fuck, God. man. It was that Minecraft. Fuck, It was man. that Warcraft, man. That made me jump. Wait, what? What? მთელი სამყარო ამაზე ლაპარაკობდა და უფრო ბევრი ჰერობრაინის ვიდეოები ჩნდებოდა სამყაროში. მთელი სამყარო ცდილობდა როგორღაც ჰერობრაინი დაენახა. აკეთებდნენ სტრუქტურას ოქროსგან და რედსტოუნისგან, იმის იმედით, რომ გააჩენენ ჰერობრაინს. ხალხი ქმნიდა მუსიკებს ჰერობრაინზე, ტანსაცმელს, უამრავ ვიდეოს YouTube-ზე. ჰერობრაინი გახდა ყველაზე პოპულარული მაინკრაფტის ფიგურა სამყაროში და ხალხს დაავიწყდა რეალურად ჰერობრაინი როგორი საშიში იყო. ჰერობრაინი მითია, ის არ არსებობს, ხალხი ხუმრობად იღებდა. 2011-ში ის იყო ყველაზე საშიში არსება, რაც სამყაროს უნახავს, რომელიც ხალხს კოშმარებს აძლევდა და ეხლა ის მხოლოდ მითი გონიათ. მაგრამ თუ ის მართლა არსებობს, ჩვენ მაგაზე პასუხს ვერასდროს ვერ გავიგებთ. შეიძლება ტყუილი იყოს, შეიძლება კოდში იყოს ხარვეზი, ან შეიძლება ის ნამდვილად არსებობდეს. ნოჩის ძმის დაკარგული სული, რომელიც ცდილობს იპოვოს თავისი ძმა უკანასკნელად.